საღამოშვიდობის ალამაის BMG-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიანობებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთ მიზეზად კორუფციასთან ბრძოლას ასახელებს. პრემიერი ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოვებაზე. მთავრობის მარაგებში არსებული 80 მილიონი ლარის სპირტის და 3,5 მილიონი ლარის ღირებულების ღვინის აუქციონები ჩავარდა. სპირტის მარაგები უკვე 19%-ით, ღვინის კი 10%-ით არის გაუფასურებული. 26-28 მაის საქართველოს ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც ბიზნეს შეხვედრები, ქართული კულტურის, გასტრონომიის და ღვინის წარდგენა გაიმართება. მთავრობამ გვახა ჰესის პროექტი მოიწონა და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა ჰესი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად განიხილოს და ჰესის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოს. პროექტი ქედის მუნიციპალიტეტში 10 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი წინააღმდეგობაშია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელთან. როგორც სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, წელს პირველ კვარტალში დაფიქსირებული 9,1%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 4,1%-იანი ზრდა მტკითხვის ნიშნებს აჩენს. აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელთა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროში კი ამასთან დაკავშირებით განმარტეს, რომ სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკურ ზრდაში სხვადასხვა კომპონენტებს შეაქვთ ცვლილი, რის გამოც ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტემპიც განსხვავებულია. რამდენად არის თანხმდრაში ერთმანეთთან საბიუჯეტო შემოსავლების და ეკონომიკური ზრდის ტემპი და რამდენად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა. ნიცა შუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და წელს პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა. ამ ფონზე თუ შევხედავთ საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტემპს, ვნახავთ, რომ წელს პირველ კვარტალში ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით სულ 6 მილიარდ 329 მილიონი ლარის შემოსავლები შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 100,9%-ით შესრულდა, რაც შეეხება გადასახადების ზრდის ტემპს. წლიურად ეს მაჩვენებელი 4,1%-ითაა გაზრდილი. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მსგავსი ტემპი წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელთან. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული 9,1%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 4,1%-იანი ზრდა არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. მისი თქმით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ გასულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპსა და გადასახადების მობილიზებას შორის უფრო მეტი კორელაცია იყო. შესაბამისად, ეკონომისტი არსებულ ვითარებას ფისკალურ ანომალიას უწოდებს. პირველი კვარტლიდან გამომდინარე ეკონომიკა იზრდებოდეს რეალურად 9%-ით და გადასახადები იკრიფებოდეს რეალურად ნომინალურად 4%-ით, მხოლოდ მეტი 4%-იანი ინფლაციის პირობებში, 4,3%-იანი ინფლაციის პირობებში არის ფისკალური ანომალია. შევხედოთ 22-24 წლის მონაცემებს. ეს მონაცემები გვეუბნება, რომ როდესაც ეკონომიკა პირობითად იზრდება 7-8%-ით, საშუალოდ 15, მინიმუმ 15%-ით იზრდება შემოსული გადასახადები, აკრეფილი გადასახადები სახელმწიფოს. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით საგადასახადო შემოსავლების მობილიზების და ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის მსგავსი განსხვავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელთაც რეალურ დოვლათზე ნაკლები გავლენა აქვს და შესაბამისად მოსახლეობის კეთილდღეობაზეც ნაკლებად აისახება. ეკონომისტები ერთ-ერთ ასეთ დარგად ICT სექტორს ასახელებენ, რომელიც სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ეს აიხსნება იმით, რომ ისეთ სექტორებში ვაგენერირებთ ბრუნვებს, სადაც დაბალია გადასახადები. ეს უფრო ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ვირტუალური ზრდა, ერთი სექტორი, ICT სექტორი იზრდება
ფანტასტიკური მაჩვენებლებით საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც იხდიან მინიმალურ გადასახადებს, რომლის თანამშრომლებიც იხდიან მინიმალურ გადასახადებს, რომლის თანამშრომლების ნაწილი საქართველოშიც კი არ შექმნის ამ პროდუქტს. ანუ პროდუქტი იქმნება უცხოეთში, პროდუქტი იყიდება უცხოეთში და ქაღალდზე უბრალოდ ფიქსირდება საქართველო, როგორც ქვეყანა, სადაც ბრუნვა აღირიცხა. ის დარგები, რომელიც სტატისტიკურ ბურსს გვიქმნის, საქართველოს იყენებს ტერიტორიას, ჩვენს ხაზინას, ბიუჯეტს გამტარ ინსტრუმენტად, საიდანაც რჩება მხოლოდ მინიმალური ნაწილი. ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკურ ზრდაში სხვადასხვა დარგებს და კომპონენტებს შეაქვთ წვლილი, რის გამოც ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტემპიც განსხვავებულია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ამ ორი მაჩვენებლის ზრდის განსხვავებული ტემპი სხვა ფაქტორებითაცაა განპირობებული. მთლიანობაში სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ძირითადი გადასახადების ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელია და წლიურ ჭრილშიც ასე შენარჩუნდება. გვიან გამოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვიდრე საგადასახადო შემოსავლები. ზოგადად, თუ შევხედავთ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას, 24% არის უფრო მეტი ექსპორტი გაზრდილი და ექსპორტი მოგეხსენებათ, რომ არ იბეგრება, შესაბამისად ის, რომ ექსპორტის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლები იგივე დინამიკით ვერ გაყვება. ექსპორტის გარდა არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სექტორი, ეს არის პროფესიული განათლების მიმართულება, არის IT მიმართულება, სადაც დღე-დღესგან გათავისუფლებულია და შესაბამისი დინამიკა არ მეყოფა. იმიტომ წლიურ ჭრილში უნდა შევხედოთ დაახლოებით 20%-დან ახლოს უნდა იყოს, 23 და 8, 24%-ის ფარგლებში უნდა იყოს საგადასახადო შემოსავლები ჩვენს მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, რაც არის ჩვენი ბუნებრივი დონე. სპეციალისტების ნაწილი კი ეკონომიკური ზრდისა და საგადასახადო შემოსავლების მობილიზების განსხვავებულ ტემპებს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით ხსნის. როგორც გალტენდაკარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლებში ისეთი დარგების წვლილი იზრდება, რომლებიც ერთი მხრივ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, მეორე მხრივ კი შედარებით ნაკლებად ინკლუზიურია. ანუ მათ ზრდას მოსახლეობის მცირე ფენაზე აქვს პირდაპირ დადებითი გავლენა. თუმცა მისი თქმით, ამავდროულად ასეთი დარგების ზრდას შედარებით გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური ეფექტი მაინც აქვს. ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგი შესაძლოა ვიფიქროთ, რომ პირდაპირ ეფექტი არაინკლუზიურია, თუმცა ის მაინც გავლენას ახდენს არა პირდაპირად სხვა დარგებზეც, იმიტომ რომ როდესაც ეს დარგი ასე ვთქვათ წინ მიდის, ის ეხმარება სხვა დარგებსაც, რომ დიჯიტალიზაცია იყოს დანერგილი და შესაბამისად ამას ვხედავთ ჩვენ პროდუქტიულობის ზრდაში. იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, საუბარი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განახლებულ ანგარიშიც. სები აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია. მათ შორის კი წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ICT და განათლების სექტორები ასრულებს. სები აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე ქვეყნის საგარეო ბალანსის პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია, მათ შორის კი წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განათლების სექტორები ასრულებს. აღნიშნული სექტორები მომსახურებაზე ორიენტირებულია და პროდუქციის წარმოებისას ნაკლებ იმპორტს საჭიროებს. შესაბამისად, რეალური მშპ-ის ზრდაში ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების მაღალი წვლილის შენარჩუნება ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ამსახველია. მეორე მხრივ, ცალკეულ სექტორში, მათ შორის მშენებლობაში, შეინიშნება ზრდის ტემპის ეტაპობრივი ნორმალიზება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე ქვეყნის საგარეო ბალანსის პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ს 2,6% შეადგინა. კერძოდ, საქონლის ბალანსის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასთან ერთად, მომსახურების ექსპორტის ძლიერი ზრდაც დადებითად აისახა მასზე. მათ შორის კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებსა და ზრდის მაღალ ტემპს ხელი შეუწყო საგარეო ფაქტორებმაც. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შედეგად წარმოქმნილმა მიგრაციულმა ნაკადებმა და რეგიონში სავაჭრო მარშრუტების გადმომისამართებამ საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონია. სპეციალისტების მოსაზრებით, ეს ეფექტი გარკვეულწილად ახლაც ნარჩუნდება. თუმცა მათივე შეფასებით, მსგავსი საგარეო ფაქტორების შედეგად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა ნაკლებად მდგრადი და ინკლუზიურია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ოცნების მთავრობის მიერ კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული წარმატებული ბრძოლაა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ამბობს მთავრობის თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე. აქ უნდა შეგახსენოთ, რომ მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით, პირველ კვარტალში კი 9.1%-ით გაიზარდა. მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტალის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში, გვაქვს ახალი ურთულეს კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ამ კრიზისის მიუხედავად და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი ამას ცალკე ხაზგასმით აღნიშნავ არის ის, რომ ჩვენ წარმატებით დავიწყეთ შარშან ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც აისახა პირდაპირ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ ეკონომიკური ზრდა იყო 7.9% და წელს პირველი კვარტალის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნულ ბანკს მიუღია იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, პირდაპირ აისახებოდა უძრავი ქონების გაყიდვაზე, ამბობს SARS-ის გენერალური დირექტორი. ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილების გავლენაზე საუბრისას და აღნიშნავს, რომ რა დოზით შეამცირებს ტრანზაქციებს უძრავი ქონების ბაზარზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მომავალში გამოჩნდება. თუმცა ცალსახად ამ სიახლეს სექტორზე დადებითი გავლენა ვერ ექნება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8-დან 8.25%-მდე გაიზარდა. ისტორიულად თუ შევხედავთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნული ბანკს მიუღია, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ან რაღაც ახალ რეგულაციას აწესებს იპოთეკური სესხებთან მიმართებაში, ეს პირდაპირ აისახება ხოლმე უძრავი ქონების გაყიდვაში, ხო? კორელაცია არის საკმაოდ ისეთი აშკარა იპოთეკურ სესხებსა და უძრავი ქონების გაყიდვა. პირველად ბაზრის ნაწილზე ვიძახით, თორე ზოგადად ხა იპოთეკური სესხი მხოლოდ უძრავი ქონების შესაძენად გამოიყენება, ხო? ეს კონკრეტული ასე ვთქვათ სიახლე რას მოიტანს ბაზრისთვის, ეს გამოჩნდება ხო მომავალში, თუმცა ცალსახად ამას დადებითი გავლენა ვერ ექნება. საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის 25% პუნქტით გაზრდას ლარის ახალი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ლარის სესხების ღირებულება ამ ეტაპზეც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მაღალია და მოცულობით განაკვეთის ზრდას ახალ შეთავაზებაზე გავლენა სავარაუდოდ ნაკლებად ექნება. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან განაკვეთის 25% პუნქტით გაზრდა პრევენციული ხასიათის არის. პირველადად აღნიშნულს ექნება უფრო პრევენციული ღონისძიების ზომა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი მზად არის გამკაცრებისთვის და შემდგომი ნაბიჯებთან მიმართებაშიც მოლოდინების გადაწყობა მოხდება უფრო მეტად. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ლარის ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტია, მაგრამ პრინციპში ლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს ვიდრე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის. დღეის მდგომარეობით ცოტა რთული იქნება ვისაუბროთ, რამდენად აისახება აღნიშნული უშუალოდ ლარში 9% განაკვეთზე. სუსის ყოფილი უფროსი და ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე BMG-ს კითხვაზე პასუხისას ამბობს, რომ ფასწარმოქმნის მოკვლევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა ჯერ მზად არ არის. ამ დროისთვის ვიცით, რომ გასული წლის ბოლოს სურსათის ფასების დეტალური შესწავლა დაიწყო. გამოძიების დაწყებას და ფასების კომისიის შექმნას წინ ირაკლი კობახიძის განცხადება უძღოდა, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს
ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები გადაჭარბებული ფასნამატით მუშაობდნენ. კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამოირიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მან მოუწოდა სიღრმისეულად შეესწავლათ ეს საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. იმ ფონზე, რომ უკვე ცნობილია სასურსათო პროდუქციის მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა, დავინტერესდით რა ეტაპზეა სუსის შესაბამისი გამოძიება, რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ ექსპერტიზას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ დასკვნა ერთ-ორ თვეში ვერ დაიდება. გამოძიება შეეხებოდა ფასწარმოქმნის პროცესს და შესაბამის კომპონენტებს და არა რაიმე თქვა საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას და ასე შემდეგ და ბუნებრივია აქ არის ერთი მთავარი მტკიცებულება, ერთი მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოძიებამ დადოს, ეს არის შესაბამისი ექსპერტიზა ფასწარმოქმნისთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, ამდენი ქსელიდან ამოღებული ელექტრონული დოკუმენტაცია მუშავდება და ერთ და ორ თვეში ეს რომ დაგვედო, მაშინ ეჭვის საფუძველი მართლა უნდა გაგჩნდათ, ბუნებრივია ამას იტყოდით, რომ შეუძლებელია ამხელა დოკუმენტაციის გადამუშავება და ფასწარმოქმნის კომპონენტების დამუშავება ერთ და ორ თვეში. ეს დასკვნა ჯერ არ არის. მე ამგონია, რომ აქ იყოს ისეთი რამ, რაც შეიძლება საიდუმლო დოკუმენტად აღიქვას, ეს დასკვნაც იქნება გამოქვეყნებული და ღია და საჯარო. ამოკამ მდინარაძე ამბობს, რომ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რომ სამომხმარებლო ფასების მცირედით შემცირება და შემდგომ დასტაბილურება მოხდეს. სუსის ყოფილი უფროსის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდება, რომელიც მათ შორის საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ეჭვები, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე გადაჭარბებულ ფასნამატს შეეხებოდა, გააქარწყლა. ფასების კომისიის მიერ 1 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით სუპერმარკეტები მოგებიანობის გადაჭარბებულ მარჟებზე არ მუშაობენ. ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ დასკვნის მიხედვით, რომ FMCG ბაზარზე მონიტორინგი გამკაცრდეს და ამ მიმართულებით მარეგულირებელი ინსტიტუტი შეიქმნას, რა ფუნქციაც შესაძლოა კონკურენციის სააგენტომ შეასრულოს. ჩვენ შევიმუშავებთ და უკვე პრინციპში ეს თემა ფინალშია თითქმის გასული, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამ საუკეთესო პრაქტიკის, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ შევეცდებით შედარებით მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში პერიოდთან მიმართებით გადაწყვეტილება მივიღოთ, ხოლო გრძელვადიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გახმოვანდა, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსთან მიმართებით და ასე შემდეგ, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს სახელმწიფომ, ეს დასკვნას აისახა იმისათვის, რომ მოხდეს ფასების ერთი მხრივ პირდაპირ შემცირება და მეორე დასტაბილურება. დასტაბილურების კომპონენტს რატომღაც არ ექცევა ყურადღება, როდესაც თრეანში და პროდუქტი იზრდება ქვეყანაში. ეკონომიკა იზრდება, თქვენ ძალიან კარგად იცით, შეიძლება ჩემზე უკეთეს იცოდეთ ამის შესახებ, რომ ფასების სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს ფასების შემცირებას ხელფასებთან, ეკონომიკურ ზრდასთან და მოსახლეობის შეძლებასთან, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში მიმართებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფის ქალაქ ერკონის საავტომობილო გზის 13.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე, მე-4, მე-13 კილომეტრზე და მე-13, მე-18 კილომეტრზე მიმდინარეობს. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.400.000 ლარია. სამუშაოების დასრულება ამ წლის ბოლოს იგეგმება. საქართველოს მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკმა ჯერ კიდევ 2017 წელს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ გაფორმებული 108 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმების მეხუთე ცვლილებას ხელი მოაწერა. სესხის დახურვის თარიღი განსაზღვრული იყო 2025 წლის 31 დეკემბრით და ის 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ავიაკომპანია პეგასუსმა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისშიც გააუქმა. ამასთან დაკავშირებით კომპანია გასაავრცელებს ინფორმაციას, რომელიც თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია საქართველოში. მანამდე გასამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეგასუსმა საავიაციო საწვავის გამო მაისში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ივნისშიც რეისების გაუქმების მიზეზი საწვავზე გაორმაგებული ფასია, რამაც მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
მთავრობის განკარგულებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა თბილისისა ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოჰყოფს. 8 მაისს საქართველოს ღვინის დღეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი გობახიძემ გახსნა. ის ამბობს, რომ მიზანი არის მთავრობის მსოფლიო ქართული ღვინის ცნობადობის ნაწილში მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს ისე აღიარებდეს. გობახიძე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში 3000-მდე რეგისტრირებული მარანი და კომპანია ფიქსირდება. ქართული ღვინო კი 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. 2025 წელს საქართველოდან 90 მილიონ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რომლის ღირებულება 268 მილიონ დოლარს აღწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით ქართული ღვინის როგორც ქვეყნის იდენტობის, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით საქართველოში ყოველწლიურად ღვინის ეროვნული დღე 8 მაისს აღინიშნება. 2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქორის ღვინის აყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. ჩვენ მეღვინეობა დღეს ძლავრი და თანამედროვე ინდუსტრია. ბოლო ათწლეულში ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია. 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია და ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ წარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3000-მდე რეგისტრირებული მარანი და კომპანია, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000 წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აქცევს. ხარისხი რაოდენობის ნაცვლად. სწორედ ამ ახალმიდგომაზე საუბრობს ღვინის ეროვნული სააგენტო ყურძნის წარმოების ნაწილში. სააგენტოში განმარტავენ, რომ რეგულაციები, რომელიც ამ დარგში შემოდის, ამ მიზნის მიღწევას ემსახურება, რადგან სახელმწიფო სტრატეგია რაოდენობრივი მაჩვენებლიდან ხარისხობრივზე ორიენტირდება. ამავდროულად სახელმწიფო ყურძნის ჭარბწარმოების პრობლემას ვერ ხედავს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ჭარბი მოსავლიანობა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი. რა პოლიტიკა აქვს არჩეული სახელმწიფოს ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად და რა საჭიროებები აქვს სექტორს? ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. ეს არის მხოლოდ და ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანაში ღვინის ხარისხი დავიჭიროთ და გავაუმჯობესოთ. ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად მთავრობა ფსონს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესების შემოტანას ედებს. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით 2026 წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე იქნება. თუმცა ვენახების გაშენების თანხმობის აღება მხოლოდ იმ პირებს მოუწევთ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი გაუმჯობესებული მოსავლის მიღება და ხარისხიანი ღვინის წარმოება. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არის, სადაც მეღვინეობა განვითარებული არის, კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო რთული რეგულაციები აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრად უფრო მარტივი განსაზღვრებით მივდივართ ამასთან დაკავშირებით. აუცილებელი არის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება იმისთვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, ხარისხიანი მოსავალი უზრუნველყოფს ხარისხიან ღვინოს და ხარისხიანი ღვინო უზრუნველყოფს უფრო მაღალ ფასს, საშუალო ფასს, ვიდრე დღეს არის. კომერციული ვენახების გაშენების რეგულაციასთან დაკავშირებით ღვინის სექტორში არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ. მაგალითად, ღვინის კომპანია თბილღვინოში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ინიციატივები დარგთან მჭიდრო კონსულტაციით უნდა მიიღებოდეს, რადგან ღვინის ხარისხის გაუმჯობესების გზები შესაძლოა განსხვავებული იყოს. უფრო ნებისმიერი ინიციატივა უნდა შეფასდეს მიზნობრიობიდან, ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა არის მიზანი და თუ მიზანი არის, რომ საქართველოდან
საქართველოში წარმოდგოს უფრო მაღალი ხარისხის ღვინო. ამ მიზანს ჩვენ შეიძლება მივახციოთ სხვადასხვა გზებით. ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ როგორც ხდებოდა ეს ტრადიციულად ადრე, მოხდარიყო დარგთან აქტიური კონსულტაციები. ახალი ვენახების გაშენების რეგულირებასთან ერთად მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებასაც ამკაცრებს. შემოდის ნიშანდების იგივე მარკირების სისტემა, რომელიც ფასიანი იქნება და ერთ ბოთლს სასმელზე სავარაუდოდ 10 თეთრით განისაზღვრება. ინიცირებული ცვლილებებით ბუნებრივი ღვინის კატეგორია დეგუსტაციის საჭიროებისგან გათავისუფლდება, ხოლო სხვა კატეგორიებზე სავალდებულო ნიშანდება ხარისხის აღმნიშვნელი იქნება. ყველა ვენახი, რომელიც მანამდე აღრიცხულია და არის უკვე ჩვენი მევენახეობის კადასტრის სისტემაში, არანაირი დამატებით არავითარი დაზუსტება ან რაღაც მსგავსი არ დასჭირდება. ჩვეულებრივ, როგორც აქამდე პარტებოდა და შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მერე, კერძოდ 2023-ის, 24-ის, 25-ის რთველში ყველა ყურძენი რაც ჩაბარდა კადასტრის ამონაწერით. პარალელურად დარგის გამოჯანსაღებელი რეგულაციების დაანონსების მიუხედავად მთავრობა ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს წელსაც შეისყიდის. თუმცა როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ პრაქტიკას უხარისხო ყურძნის ჭარბ წარმოებასთან ვერ აკავშირებენ. საქართველოში არ არის იმდენი ვენახი, რომ საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც ჭარბ წარმოება იყოს. მნიშვნელოვანია ეს რაღაც გარკვეულწილად დროებითი მოვლენა თავისთავად აღმოიფხვრება თუ აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე პირველ რიგში და აქცენტს გავაკეთებთ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე. ღვინო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი, ღვინო არის ქართული სახელმწიფოს ქართული ერის თანაცხოვრების ნაწილი. ამიტომ ეს არის განსაკუთრებული ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებულად ვიზრუნოთ და განსაკუთრებულად ვიფიქროთ. სახელმწიფოს აქვს აღებული ზრუნვა ყურძენზე და ღვინოზე, რომ არც ერთი მარცვალი, არც ერთი მტევანი არ დარჩება ჩაუბარებელი და აუცილებლად იზრუნებს იმას, რომ როგორც ეხლა ვითარდება საექსპორტო ბაზრები, კლავაც ასე განვითარდება. ბიზნესია და სახელმწიფო რატომ უნდა იზრუნოს? თქვენთვის არის ჩვეულებრივი ბიზნესი, საქართველოსთვის ეს თანაცხოვრების ნაწილია. მეღვინეებს კი დარგის განვითარებისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა ინიციატივები აქვთ. ღვინის ეროვნული სააგენტოს დღის ფარგლებში ღვინის ფესტივალზე შეკრებილი მცირე მარნების წარმომადგენლები ამ საჭიროებებსა და ინიციატივებზე საუბრობენ. ჩვენთვის არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის მაგალითად ბოთლების დეფიციტურობა, არის საწარმო დანადგარების დეფიციტურობა და გვინდა მცირე ხელშეწყობები. აქ საუბარია სადღაც 300 მილიონ ბოთლზე დაახლოებით და ეს იმდენად რენტაბელური უნდა იყოს, რომ შემოსავლიანიც იყოს ეს სახელმწიფოც და საინტერესოც და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ეს ხელმისაწვდომობა გაჩნდეს. ეს არის რა თქმა უნდა განათლების ამაღლება, ეს არის ასეთ ფესტივალები, სადაც ვართ, ეს არის სტუდენტების დაფინანსება, ეს არის დარგის პოპულარიზაცია, ეს არის საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება და რა თქმა უნდა პირველ რიგში არის ძალიან ბევრი არის სამუშაო რეგიონებში, კონკრეტულად კახეთის რეგიონში, პატარა მევენახეებთან და მეღვინეებთან, რომ მათ გავაცნოთ რა არის ხარისხიანი ღვინო. ღვინის ხარისხი ფაქტურად იზრდება წლიდან წლამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მოთხოვნა თვითონ შიდა ბაზარზეც და უცხოეთშიც არის კარგ ღვინოებზე. აქეთკენ მივდივართ. ვენახების რეგისტრაცია, მათ შორის ახლა რაც ვახსენეთ ახალი რეგულაცია გაშენებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მალე მოიტანს უაღრესად კარგ შედეგს. სპეციალისტების შეფასებით ქართული მეღვინეობა გარდამავალ ეტაპზეა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული პრიორიტეტი ხარისხი მისასალმებელია, თუმცა მისი მიღწევის გზად მხოლოდ აკრძალვებისა და ფასიანი მარკირების გამოყენება რისკებს შეიცავს. სექტორის რეალური ტრანსფორმაციისთვის საჭიროა არა მხოლოდ კონტროლი, არამედ მწარმოებლებისთვის ხარისხის გაუმჯობესების ეკონომიკური სტიმულების შექმნა და სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა.
ამ წლის პირველ კვარტალში მთავრობის მიერ 80 მილიონი ლარის ღირებულების საკონიაკის სპირტის რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული ჯამში 60 აუქციონი ჩავარდა. შესაბამისად, ამჟამად სახელმწიფოს კუთვნილი სპირტის აღნიშნული მარაგები უკვე 19%-ით არის გაუფასურებული. ანალოგიური ბედი ჰქონდა 1,5 მილიონი ლიტრი მშრალი ღვინის სარეალიზაციოდ გამოცხადებულ 3 აუქციონსაც. სარეალიზაციო ფასი პირველ აუქციონზე 3,525,000 ლარი იყო, თუმცა სამივე აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. განმეორებითი აუქციონისათვის ფასი 3,180,000 ლარამდე შემცირდა. გარიგება ვერც ამ შემთხვევაში შედგა. ეს აუქციონი და ეს საქონელი თელავის რაიონის სოფელ აკურას ქარხანაში არსებულ რეზერვუარებში განთავსებულ ალკოჰოლურ სასმელს ეხება, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ მოსავლის მართვის კომპანიას ეკუთვნის. მთავრობის მარაგებში მილიონობით ლიტრის სპირტის და ღვინის დაგროვება რთველი სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. აღსანიშნავია გარემოება, რომ ჭარბი სპირტის და ღვინის მარაგები სახელმწიფო კომპანიას წარსულშიც უგროვდებოდა და პერიოდულად ახდენდა მის ჩამოფასებას. მაგალითად 2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მოსავლის მართვის კომპანიის მარაგები, რაც წლის დასაწყისში 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, მრავალჯერადად ჩაშლილი აუქციონის გამო 39 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა. საერთო ჯამში 46 გარე სარეკლამო ბანერი მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას. კამპანიის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლებს და ფოტოკოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს. სააგენტო აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და 2026 წლის პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან ქვეყანაში 45.7%-ით მეტი ვიზიტი შედგა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თბილისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები British Airways და EasyJet. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში რეგისტრირებულ კომპანიას Aviarabs AG-ს მარკეტინგული ხელშეკრულება გაუფორმა. უწყება ერთი წლის განმავლობაში ამ კომპანიას 1,958,800 ევროს გადაუხდის მარკეტინგული კამპანიისთვის და ის მოიცავს გერმანიას, საფრანგეთს და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს. კამპანია სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს, ეგრეთ წოდებულ roadshow-ებს, სატელევიზიო რეკლამებს, მათ შორის ფრანგულ ტელევიზიაში არტეზე. კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება გარე რეკლამის მოწყობაც. Aviarabs AG-მ ამ ღონისძიების ჩატარება 2027 წლის იანვრამდე უნდა უზრუნველყოს. ევროპის გარდა ტურიზმის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიაზე 826,000 ევროს დახარჯავს. ამ მიზნით უწყებამ დუბაიში რეგისტრირებულ კომპანია FLC Marketing Management-თან ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, FLC Marketing Management-ს ევალება სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის წარმოება საქართველოს ბაზრის პოპულარიზების მიზნით. საქართველოს მთავრობამ გვახა ჰესის პროექტი მოიწონა და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა ჰესის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად განიხილოს და ჰესის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოს. პროექტი ქედის მუნიციპალიტეტში 10 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 63,600,000 კილოვატ-საათ ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მონაცემებით ინვესტიციების მოცულობა 18,780,000-ია და მშენებლობას კომპანია აკვერთა უზრუნველყოფს. სამეწარმეო რეესტრის თანახმად კომპანია Georgian Hydro Powers ეკუთვნის, რომელსაც შამილ ბირკაძე ფლობს. მთავრობის გადაწყვეტილებით რიკოთის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხაშურის, სურამის და ცედანის ტყეებში წითელ ნუსხაში შეტანილ 2370 ინდივიდ წაბლს ამოიღებენ. მთავრობის განკარგულებით ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიკოთის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 100 კვადრატული სიმძლავრის ელექტროდამცავი ხაზის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით შპს ტაბას ეძლევა უფლება ელექტრონული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყეში. ბუნებრივი გარემოდან ამოიღო საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის წაბლის ჯამში 2370 ერთეული. მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავის სახით დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება ჩაბარების აქტის კანონმდებლობის შესაბამისად.
რიკოთის ქარის ელექტროსადგურს თურქული ანადოლუ ჰოლდინგი აშენებს. კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადების მიხედვით, თუ წარსულში რიკოთის ტერიტორიაზე 24 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, ამჟამად პროექტის დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატამდეა გაზრდილი. ამ პროექტის ფარგლებში სულ 4 ქარის ტურბინა განთავსდება. დოკუმენტაციის მიხედვით, ქარის ელექტროსადგურები კომპანია Goldwind მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურება, თითოეულის დადგმული სიმძლავრე კი 6.25 მიასედი მეგავატი-საათია. საქართველოს მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკმა ჯერ კიდევ 2017 წელს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ გაფორმებული 108 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმების მეხუთე ცვლილებას ხელი მოაწერეს. ცესხის დახურვის თარიღი განსაზღვრული 2025 წლის 31 დეკემბრით იყო და ის ახლა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ბათუმის შემოვლითი მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 330 მილიონი ლარი დაჭდა 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა, თუმცა პროექტთან დაკავშირებით სასესხო შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები მოიცავდა არა მხოლოდ ამ მაგისტრალის მშენებლობის დასრულებას, არამედ სხვა პროექტების განხორციელებასაც, რომელთა დასრულებაც 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ADB-ის მიერ გამოყოფილი სესხი 24 წლიანია და მისი საპროცენტო განაკვეთი ევრიბორი 0.7% არის დამატებით. ახალი C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა, რომლის შემოღებაც პარლამენტმა ამ წლის აპრილში დაამტკიცა, მთავრობის დადგენილებაში აისახა. ეს ვიზა სპეციალურად დისტანციურად მომუშავე, მაღალშემოსავლიანი პირებისთვის შეიქმნა. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილებას C5 კატეგორიის ვიზაზე ახალი ჩანაწერი დაემატა და ამ კატეგორიის ვიზა არის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, რომელიც 5 წლის ვადით გაიცემა, ხოლო ქვეყანაში ყოფნის უფლებას 1 წლის ვადით იძლევა. ვიზა e-visa პორტალის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაიცემა. დადგენილების მიხედვით C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა გაიცემა სავიზო განაცხადის წარდგენიდან მეხუთე სამუშაო დღეს. დამატებითი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში კი ამ კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება 10 სამუშაო დღეში უნდა მიიღონ. რაც შეეხება ღირებულებას, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ e-visa პორტალის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვა $300 ღირს. შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირებისათვის საბოლოო ვადად 4 ივლისი განუსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი სახლის ლიდერი ბლოკს ტარიფების მკვეთრი გაზრდით დაემუქრა. შეერთებული შტატების საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს იმ ტარიფებს, რომლებიც პრეზიდენტმა 1974 წლის სავაჭრო აქტის 122 მუხლის საფუძველზე დააწესა. ეს ზომა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში უზენაესმა სასამართლომ მისი უფრო მასშტაბური სატარიფო გეგმა გააუქმა. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამარტივებული წესების დანერგვაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ცვლილებები AI აქტის აღსრულებას გაამარტივებს, თუმცა უსაფრთხოების და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს შეინარჩუნებს. პოლონეთმა ევროკავშირის პროგრამა SAFE-ის ფარგლებში პირველი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ქვეყანა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის 43 მილიარდ 700 მილიონი ევროს ოდენობის თანხას მიიღებს. შეერთებული შტატების ძალებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით ამერიკულმა მხარემ ირანის თავდასხმას თავდაცვის მიზნით უპასუხა. ირანულმა ძალებმა სტრატეგიულ წყალგამყოფში მყოფ 3 ამერიკულ გამანადგურებელზე იერიში რაკეტებით, დრონებით და მცირე ზომის კატარღებით მიიტანეს. სარდლობის განმარტებით ამერიკულმა ძალებმა ყველა საფრთხე წარმატებით გაანეიტრალეს. ინციდენტის შედეგად ამერიკული ხომალდები არ დაზიანებულა. იერიში 3 ზნე ხომალდები
სტუნი, რეფაელ პარელტა და მაესონი იყვნენ. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ირანული დრონები ჰაერშივე ფერფლად იქცა. რაც შეეხება საპასუხო დარტყმებს, მათ პრეზიდენტმა ალერსიანი შეხება უწოდა და თქვა, რომ ამის მიუხედავადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება. თეთრი სახლის ლიდერმა ირანი კიდევ უფრო მკაცრი და ძალადობრივი პასუხით გააფრთხილა. ამბობს, რომ ვაშინგტონი აგრესიას იმ შემთხვევაში გააძლიერებს, თუ თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. სრულად განსხვავებული არის განცხადებები ამავე დროს ირანში. თეირანში ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაარღვია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ამერიკული დარტყმების სამიზნე სრუტეში მოძრავი ირანული ნავთობტანკერი გახდა. კვირის განმავლობაში ეს მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის უკვე მეორე შემთხვევაა. ორშაბათს შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ადმირალ ბრედლი კუპერის ხელმძღვანელობით 6 ირანული კატარღა გაანადგურა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მასშტაბურ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოები ფინანსური კოლაფსის საფრთხის წინაშე დააყენა. ირანთან ესკალაციამ სპარსეთის ყურეში მხოლოდ ენერგომატარებლების მიწოდების გლობალური ჯაჭვი არ გაარღვია, წლების განმავლობაში აშენებული ტურისტული იმპერია და ტექნოლოგიური მეგაპროექტები გააჩერა. მილიარდობით დოლარის ზარალი, ცარიელი სასტუმროები დუბაიში და გადარჩენის რეჟიმზე გადასული არაბული ეკონომიკა. როგორ აზიანებს მოუგვარებელი კონფლიქტი რეგიონის სიმდიდრეს? რატომ რჩებიან მეზობელი ქვეყნების სასიცოცხლო დახმარების გარეშე? დეტალებს გიყვებით სიუჟეტში. 1990-იანი წლების დასაწყისში კატარი მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ებრძოდა. მაღალი ვალები და სუსტი სახელმწიფო შემოსავლები მის ფინანსებს მძიმედ აწვებოდა. რეალობის შესაცვლელად სპარსეთის ყურის პატარა სახელმწიფომ გადამწყვეტი ფსონი ბუნებრივ გაზზე დადო. მან უზარმაზარი ოფშორული მარაგების ათვისება და თხევადი ბუნებრივი აირის გემებით ტრანსპორტირება გადაწყვეტა. ამ გადაწყვეტილებამ ახალი ინდუსტრიული ცენტრის რას ლაფანის შექმნა განაპირობა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში თხევადი გაზის უდიდეს საექსპორტო ცენტრად იქცა და კატარი გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად აქცია. თუმცა 18 მარტს წარმატების ეს ისტორია საფუძვლიანად შეირყა. ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ რას ლაფანის გაზის მთავარი კომპლექსი გაანადგურა და გლობალური მიწოდების 17% ბაზარს გამოთიშა. მიყენებული ზარალი სახელმწიფო კომპანია კატარ ენერჯის 20 მილიარდი დოლარი დაუჯდება, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 და 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება. თავდასხმის შედეგებს მხოლოდ კატარი არ იმკის, რადგან ეს მძიმე დარტყმა ენერგეტიკული ბაზრებისა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებისთვის. კატარ ენერჯის აღმასრულებელი დირექტორის მტკიცებით მგრევის მასშტაბებმა რეგიონი 10-დან 20 წლამდე უკან დახია. არსებული მონაცემებით ირანთან მიმდინარე კონფლიქტმა რეგიონს უკვე 58 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობამ კი 80 გადააჭარბა. მსოფლიო ბანკმა ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 1.1%-მდე შეამცირა და ხანგრძლივი დაღმასვლის საშიშროებაზე მიუთითა. ბანკის დასკვნით ყველაზე დიდ რეცესიას სწორედ კატარი და ქუვეითი განიცდიან. პარალელურად საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა მეტი მდგრადობა აჩვენეს, რაც ირანის მიერ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტის გვერდისავლით ნავთობის ექსპორტის გაგრძელებამ განაპირობა. ომი დღესვე რომ დასრულდეს, სიტუაციის ნორმალიზებამდე ეკონომიკა ძიმე წნეხის ქვეშ იარსებებს. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობისა და გაზის ექსპორტი მკვეთრად შეამცირა და ფინანსური წნეხი კიდევ უფრო გაზარდა. მართალია ცალკეულმა სახელმწიფოებმა საზღვაო ბლოკადის ასარიდებლად სახმელეთო მილსადენები აამუშავეს, თუმცა ამ ალტერნატიულ მარშრუტებს ერთად იმ მოცულობის ნახევარზე ნაკლების გატარება შეუძლიათ, რაც ჰორმუზზე გადიოდა. ეკონომიკური კოლაფსი ენერგეტიკული სექტორის საზღვრებს სწრაფად გასცდა. მოგზაურობასა და ტურიზმს არანაკლები მძიმე დარტყმა მიადგა. ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთი ტურიზმიდან მისაღებ შემოსავლებში ყოველდღიურად დაახლოებით 600 მილიონ დოლარს კარგავს. 10 წლეულების განმავლობაში გლობალურ ტურისტულ ჰაბად ქცეული არაბეთის გაერთიანებული საემიროები ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა. დუბაიში მოგზაურობასა და მასპინძლობის სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესები ჯავშნების მკვეთრ კლებას, გაუქმებულ რეისებსა და დამსვენებელთა ნაკადის შემცირებას უჩივიან. ადგილობრივი ბიზნესის ეს რყევები ჯაჭვური რეაქციით ფართო ახლო აღმოსავლეთსაც მძიმედ დააწვა. შემოსავლების მკვეთრი ვარძნის ფონზე სპარსეთის ყურის ქვეყნებს პრიორიტეტების გადახედვა უწევთ. რესურსების შიდა კრიზისის დასაძლევად მობილიზება პირდაპირ ურტყამს მათსავე ამბიციურ დივერსიფიკაციის პროგრამებს. მილიარდობით დოლარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, სპორტისა და გართობის ინდუსტრიის განვითარებაში იდებოდა, ახლა ჰაერშია გამოკიდებული. საკუთარი ეკონომიკის გადარჩენაზე ფოკუსირება კი იმასაც ნიშნავს, რომ ღაზა, ლიბანი და სირია, რომლებიც ნგრევისგან თავის დასაღწევად ტრადიციულად სწორედ მდიდარ მეზობლებს ეყრდნობიან, სასიცოცხლო ფინანსური დახმარების გარეშე დარჩებიან. ფინანსური უკან დახევის ეს ტალღა მხოლოდ მეზობლებით არ შემოიფარგლება და პირდაპირ ურტყამს გლობალურ საინვესტიციო გეგმებსაც. კაპიტალის გადარჩენის რეჟიმზე გადასვლის გამო შეერთებულ შტატებში მიმართული მილიარდობით დოლარი უკვე კრიტიკულ
კული გადახედვის საგანი ხდება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის რუტის ღიაობის მყარი გარანტიების გარეშე ეკონომიკური წნეხი ყოველდღიურად გაღრმავდება. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში კი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს მომზადება მოუგვარებელი კონფლიქტით გამოწვეული ხანგრძლივი არასტაბილურობის პერიოდისთვის მოუწევთ. შეერთებული შტატების საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. სამოსამართლიან კოლეგიის გადაწყვეტილების თანახმად თეთრი სახლის ეგრეთ წოდებული გეგმა B-ს ეხება ეს გადაწყვეტილება და სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს ტარიფებს, რომელიც პრეზიდენტმა 1974 წლის სავაჭრო აქტის 122 მუხლის საფუძველზე დააწესა. ეს ზომა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში უზენაესმა სასამართლომ მისი უფრო მასშტაბური სატარიფო გეგმა გააუქმა. სასამართლოს განჩინება ამ ეტაპზე მხოლოდ მოსარჩელე მხარეებზე ვრცელდება. მათ შორის არიან ვაშინგტონის შტატი და ორი კერძო კომპანია, Burlap and Barrel და Basic Fun. შესაბამისად, ადმინისტრაციას ამ სუბიექტებისაგან საბაჟო გადასახადების ამოღება აიკრძალა. სხვა იმპორტიორისათვის ტარიფები ძალაში რჩება, ვიდრე სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. საყურადღებო, რომ მხოლოდ მარტში ამერიკულმა ბიზნესმა ამ ტარიფების სახით დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი გადაიხადა. სამართლებრივ საფუძველს რაც შეეხება 122 მუხლი პრეზიდენტს ტარიფების დაწესების უფლებას მხოლოდ გადახდის ბალანსის კრიზისის დროს ანიჭებს. მოსამართლეების შეფასებით მოცემული სიტუაცია ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეოლდებათ, რომელსაც ბექა ბაციკაძე და გიორგი თოლორდავა გაუძღვებიან. ჩვენ ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.